დინაშვილობის მეყურე ვერაფერს ვერ შევჭამბენ მეჩქარება. მართლა? მე გავაკეთე ხორციანი ბორში. ცოტა ოხრახუში დავაყდა, მაგრამ არ მგონია რომ უგემური იყოს, მაინც ძალიან გემრიელი იქნება და კარგი, არ ინერვიულო, შენ ოხრახუში რომ დაგაგდა, მაგაზე არ ინერვიულო, იმიტომ რომ ოხრახუშის გარეშეც ძალიან კარგად ჭამს იმ ბორშს გოშაძეების ძაღლი. ერთხელ იყო ეგ რომ ჩემი გაგეთებული საჭმელი შეჭამა ძაღლმა. მეყურე ერთხელ თუ 8ჯერ. ნუ ერთხელ 8ჯერ რამშოლობა აქვს ასეთ. საგერად მე ხარ რომ დავიწყებ კულინარიის კურსებზე სიარულს ნახავ როგორ გემრიელ საჭმელებს გავაკეთებ. ეჭვიც არ მეყარება. ოჩა მეყურე მე ყოველთვის ქონდა შენ იმედი და მე ყოველთვის ჯერო და შენთვის კარგი ხა მაგვიანდება ის გამომიტანე ძალიან ხო კედები გამომიტანე სამსახურში მაგვიანდება ჩემი კედები გამომიტანე. გავიგე მაგრამ კედებით აპირებ სამსახურში წასვლა? არა მეყურა დღეს ხსნი რომელიღაც რაიონში ახალ სათამაშო მოედანს სტადიონს ხო და იქ უნდა შევასრულოს საზეიმო პენალტი. გასაგებია ხო? ხო და თითო სტადიონის გაცნა თითო ფეხსაცმელი მიჯდება შეოგეღურა ხო? ხო მიდი გაგე. გაგე ფიცოდე. გაგე. ხო. მე როდი? ვიღაც ცხო კაცია მოდი ერთ შენ გავდა რა. გამოდი ვინო ცხო კაცია. გამარჯობა ალბათონო ვარ. ამირან. შენ ხარ ამირან. იცი ვერ გიცან და ცოტა შემეშინდა. ისე გიხდება ხო იცი? ხენ კი არა, მეც ვერ ვიცანი ჩემი თავის არქეში რა ჩავიხედე, რო არა ვარ მიჩეული. კიდეცვალე შენ ხო. მოდი დაჭერე, აბა რამ შეგაწუხა, მიდი. რამ შემაწუხა? დათო დაიკარგა. დათო დაიკარგა? ვაა, ეხლა ამ ცალია სამსახურში მივიდივარ, საგამოს მოხარ და დავლიოთ. ისა, ბატონო ირაკი. მომისმინე, არ ხუმრო. დათო მართლა დაიკარგა. არც დილით არ დამხვდა სახში და არაფერი წერილის არ დაუტოვე. მომისმინე და სულ წავიდა? არა. რა იცი? ქათამის სახშია. აჰა, ნახე რა ტრაგიკულია. მიგატოვა ჩემ და ქათამი ხო. კარგით რა ბატონო. კარგი, ირაკლი, რა დაგემართე შენ კიდე. რა მოხდა ეხა? გამოჩნდება არ ინერვიულოდ დამშვიდი და დაწნარდი. არა და მე ყოველთვის მეგონა მეღურა რომ დათო დაკარგავდა ქათამს. პირიქით მოხდა. მე. შედომისმე წერილიც არ დაუტოვე. არა, წერილიც არ დაუტოვებია. ეთყობა ძალიან ეჩქარებოდა. არც ჭიკარტები არ ჩაუწყვია ფეხსაცმელებში და არც მარილიანი ჩაი. ეთყობა რა მოხდა იცი? რა ესე ხო ესე გიყურა გიყურა ვეღარ გაუძლო აი ამას და გაიქცა. კარგით რა, არ ნერვიულობთ ეხლა თქვენ, არ ნერვიულობთ. იცი რა, მე ნერვიულობ, მაგრამ გამოჩნდება. აბა საწავა, შენც ნუ ინერვიულებ. როგორ არ ვინერვიულობ? გასაღები წაიღო. სახლს მე ღიას ვერ ვტოვებ. სადმე წასვლა რომ დამჭირდეს, მე სადაც ვერ წავალ. წადი კაცო, რატო ვერ წახვალ? წადი. იმიტომ ვერ წავალ რომ ვიღაცა უცხო შევა სახლში. ვერ ახარ შენ დათოზე უარეს ვინ შევა. კარგით რა, ბატონო ირაკლი რა. მე აქ თავი გამისკდა ფიქრით. წადი და რა გააკეთე იცი? რომ სანამ წახვალ ხო, ასე ფურცელზე დაწერე და გააკარი იმას, კარზე. გააკარი რომ ბინაში ავი ქათამია. არავინ არ შევა გეუნები მაშინ. მე ირაკლი, რამოდენმე დღის წინ დათო მეუბნებოდა ბათუმში მინდა წასვლაო. აიმე. იქნება ვინმეს ნომერი ვიცით იქ ბათუმში მეზობელის. ქალბატონო მარიკა. მოიცადე ერთი წამთა. ნახეთ რა. დაურეკავ და კითხავ. გავიგეთ და ნახულობს, დამაგვიანეთ სამსახურში რა. მოიცა ერთი შენ. აჰა. აი. ჰასანი იყო. ჰასანი უნდა იკითხო. მიდი. ისა ტელეფონი. მოიცადე მე მოგაწვი ტელეფონს. აი. ჰასანი ხო? აბა ჰასანი. მიდი. დარეკე. ჰასანი. ჰალო. გამარჯობათ. ბატონი ჰასანი ბრძანდებით? გამარჯობათ ბატონო ჰასან, მე გაწუხებთ დათო ალექსიძის მეგობარი ამირანი. ხომ ვერ მეტყვით დათომ სად შეიძლება რომ ვნახო?
აჰა, ნომერს მეტყვით? მიეცი ფურცელი კიდე კედლებზე დაიწყებს წერას. აბა მითხარით? აჰა. გმადლობთ ბატონო ხასან, გმადლობთ. არ ვიცი სად არისო, მაგრამ ტელეფონის ნომერს მოგცემ, ვინაც შეიძლება იცოდეს დათოს ადგილსამყოფელიო და ეხლა დავრეკე. დარეკე, დამაგვიანდა, დარეკე. ღირსი არ არის ეხლა გავლანძღო. აიღე რა ტელეფონი რა, იქნება რა საქმეზე გირეკავ რა. ღირსი არა ხარ ეხლა გამოგიქანოს ეს ტელეფონი და შემოთოს, არა ხარ ღირსი? აბა ხასანმა ისო. ხო, ჩემთან დარეკე, დურსუნ მაჭუტაძე ვარ მე, დათოს ხატვის მასწავლებელი. რომ მივედი, მითხრე სხვა შენობაში გადავდივართო. ხო და არ მესიამოვნა. ეხებოდა თუ არ ეხებოდა, ყველას ვუსაყვედურე. ხო, მერე გავიგე თურმე ვახოს კლინიკის გვერდით გადავდივართ სხვა შენობაში. რომლის პარტიის ფირ? ხო, შენ რომ მოგწონს, მე ძალიან რომ გიждები და მეც რომ მომწონს და მიყვარს. გამიხარდა, შევედი მერე უფოსთან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე. აბა რა, ხო ეს ყველაფერი ეს. კარგი, ძალიან კარგი. ხო და მე წამომყვები ხოლმე სამსახურში მე წაგიყვან. მადლობა ვახო. თან იცი რა არის კეთილო ხა რაზე დავფიქრდი რომ თან გზის ფულიც დაგეზოგება. ეხლა დღეში მინიმუმ ლარი ხო გინდა გზის ფული. ეს არის თვეში 25 ლარი. წელიწადში 300 ლარი, 10 წელიწადში 3000 ლარი. 3000 ლარი სადმე გდია და იპოვა. არსა. რა ქიმიშინ გააკეთე? რა ვიცი, გაკეთებით გავაკეთე, მაგრამ აღარ იღება. გაგიკეთები. და არ ბერინებს წინ და უკან. მე დამარბენი, კი კარგი. ისე მე ძალიან გამიხარდა რომ ერთად მოგიწევთ სიარული. ლაშა. თან ახლა აღარც ვინერვიულებ გზაში ვინმე რომ არაფერი უთხრას ვახოს. ვაიმაში. რაღაცა ნაჟა. მიეცა ახლა ახალი სახუმარო თემა და ბედნიერია რა, მიდი. კიდევ დააყენე ხოლმე ბორდიურზე. მაღალ ბორდიურზე და არ ბეინე იცი როგორ უყარს გიждდება. ვაიმე რა გიშერე. ვაიმე როგორი ტიპია რაღაცნაირი. შენ რატო ხარ სამში? ხო მითხარი რაღაც უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს და უნდა მოველაპარაკო ვიღაცასო თუ რაღაცას. იყო უკვე წასული და ელაპარაკა მაცი ვარს. კეთებანი. კი უნდა წავიდე, მაგრამ აი კამარი გამიწყდა, კამარი. კამარი გაშა, ის ბოლო კატლეტი აღარ გეჭამა და აღარ გაგიწყდებოდა ეგ კამარი. აჰა. ბავშვებმა გაიღვიძეს ტირიან და მიდი მიხედე. არ ტირიან, ძინავთ. ტირიან არ გესმით თქვენ. მიდი. შენ არ გესმის ძინავთ ბავშვებს და ვერ ხედავ. ტირიან მეთქი კეთებან, მიშიკო, გიორგი ტირიან ეს. ხალხზე ხმები გამიღვიძე უკვე. კარგი რა მოგივიდა, გეხვეწები წამოვწევით ამრიგე რა მოგი. არიყიდოთ მე მიშიკო, გიორგი, ვაიმე. თამა რო დააძინებს მე შეხვალ შენ. მე. მიდი. ვახო. შენ ხო თამა რა ქვია კამარი და მათხოვე რა. მოიცა ერთი რა, მაშნური ჭირდება თურმე და იქ ჩავთავ რა. გავსინჯო. მათხოვე კამარი რა დაგემართა შენ? რა გათხოვო რა არის რა შეგჭირდება? რა კამარი გათხოვო? კამარი მათხოვე რა დაგემართა? კარგი იყო მე რო გათხოვე. რა მათხოვე? რა და ცოლის და თამარი ხომ მოგათხოვე? აიმუნო ეხლა შენ რაღაცას რა შეგჭირდება კამარი? რაში მჭირდება კამარი? ირაკლიმ გამაბრაზა და ჭკუა უნდა ვასწავლო. რაში უნდა დამჭირდეს კამარი? ხო და ასწავლებით. ვახო, რა დაგემართა შენ? მათხოვე არა. არა. კარგი. მაშინ გეტყვი ისთვისაც მჭირდება აუცილებლად ეგ კამარი. ხო. ოღონდ არავის არ უთხრა დამპირდი. ანუ არავის რა, კეთებას და თამარს არ უთხრა. არა, პირდები. ეგრე არა დაიფიცე. ნუ ახლა გეფიცები, ჰა. არა ეგრე არ გამოვა. თვალები დახუჭე, გულზე ხელი დაიდე და თამარის სიყვარული დაიფიცე. ოხ. აჰა. თამარის სიყვარულს ფიცე. აი, ახლა გეტყვი. მიდი.
მოკლედ საზღვარგარეთ რაღაცა სამსახური გამომიჩინა. რაღაცა მოკლედ კლინიკა არის და იქ უნდა წავიდე საზღვარგარეთ. და ახლა მივიდივარ შეხვედრაზე და ახლა გაწყვეტილი კამრით ვერ წავალ და მათხოვე კამარი. მატყუებ არა? მატყუებ. არ გატყუებ, ახო, რანაირად გატყუებ ახლა? მართლა გეუბნები, ისეთი სერიოზული საქმეა, რაღაცა ესეთი, რომელიღაცა ესეთი ძალიან მაგარი კლინიკა არის. ხო და მუცხოველებს უნდა შევხვდე და ნუ არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკი, ახო, რა დაგემართა შენ კიდე მათხოვე კამარი რა. რომ მოხდება ეს ყველაფერი, კარგად რომ ჩაივლის ყველაფერს, მე თავიდან ბოლომდე მოგიყვები. მართლა? კი. მე? არ უნდა გეთქვა? რა იყო რა გონია მეწყინებოდა თუ რა კამრის მოცემას წინ რა უდგას ბაშა რა უდგას წინ ხო კამარსაც გათხოვებ და აბა რას ვიზავ მათხოვე ეგრე აბა აჰა ახო ხო ახო მოდი წარმატებები მისურვე აბა შენიც ოჩაღად იყავი და აბა ჰე ბევრი წარმატებები ბათუმში არ ჩასულა. ჩამსახურში არ მისულა. დედაჩემთანაც არ არის დავრეკე. კარგი რა, კარგი ბეღურა. დედაშენთან რაღაცო დარეკე ახლა. ერთ ისეთი სულელია დათო რომ თავის ნებით მივიდეს შალვავნასთან. კარგი რა, მართლა შენ კიდე რა. აი ჩუბათ ვარ. რა ვფიქრობ იცი? ხო არ დაიჭირეს. კარგი ნუ. არა. ეგ გამორიცხულია. იმ რო დაიჭირა დარეკავდა. იტყოდა იქ ირაკლი შეიძის ბიჭი ვარო. აბა მაშინ ვინმე ხომ არ ემალება. მეც. იცი რა უნდა ვქნათ? უნდა გავიგოთ ვისი ვალი აქვს დათოს სასწრაფოდ. რამდენიც გინდა იმდენია ეგეთი. რომელი ერთ ჩამოვთო. კარგი. მაშინ გავიგოთ დათოს ვალი ვის აქვს. რამდენიც გინდა იმდენი არ არის ესეთი. არც ერთი არ არის ესეთი, არა. ეს გზა ჩვენ არ გამოგვადგება. მომისმინე შენ დათო რო ნახე ბოლოს რა გითხრა? არაფერი თმებზე დამცინა. კარგად მოგწეულა. მაგრამ ჩვენ ეს არ გამოგვადგება. რაღაც სხვა გზით უნდა ვიაროთ. აბა დათოა. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა. მარიკა. იქნება ამირან. დათოს დაემართა რამე? რატო რა მოხდა? 2 საათია ბარში ვზივარ და არ გამოჩენილა. ბარში არ გამოჩენილა? უიმე მართლა სერიოზულად არის საქმე. კარგი. დაიკარგა დათო. ეს რას ქვია დაიკარგა? რას ქვია და დაიკარგა, იმიტომ გონია რომ არ გამოჩენილა. გუშინ საღამოს რო ნახეთ, იმის მერე არავის უნახა. ღამის 2 საათზე მე და მირეკა. მე რა? რა გითხრა? არაფერი ესე მირეკავს მას არ იღებს. მე მესიჯებს მიგზავნის ბოდიში დამეჭირა, ქათამა დააბიჯაო, ამირანი მაიმუნობს და მე გეფიცები არასდროს არ გამომიგზავნია შენთვის მესიჯი. შენ არ მიგზავნიდი მესიჯებს დათო კარგი ბიჭიაო? აი, ნახე. ნა. თურმე რატომ მითავდება ხოლმე ესე მალე ანგარიში. ბოდიში. მოიცადე და პატა მიცის რომ დათო მესიჯებს გიგზავნის ხოლმე? კი, როგორ არა, ცოტა ხანი პაატას ჰქონდა ჩემი ტელეფონი და ძალიან ხალისობდა ისე მესიჯებოდა სასაცილო ლექსებს წერსო დათო. რა დროს ეგ არის ხალხო რა? რა დროს ეგ არის გეკითხებით მე თქვენ რა? დამანებეთ თავი, დამაგვიანებეთ სამსახურში, ეძებეთ თქვენ როგორც გინდათ. ირაკლი ის ერთხელ პაატაც დაიკარგა, 3 დღე ვეძებდი, ტელევიზორშიც კი გამოვაცხადე. და სად იპოვეთ? მართლა თვითონ მოვიდა ტელევიზორში უნდა და გამოჩენა და სახლის ხმაში იყო დამალული. ხო, მაგრამ ეს ვაჟბატონი დათოს გულისხმობ. არც ხვენშია, არც სარდაფშია, არც შალონასთან მისულა, არც ბარში მოსულა, არც ბათუმშია, არც სად არ არის. სად არის? სად შეიძლება იყოს? ვაიმე. ისე მოთახში ყო. გადავჭით ამჯერად. მე სად არის რა ჩემი ლაშიკვამდე ხას ბურეკავ გათიშული აქვს აღარ ვიცი რა ვიფიქრო აი ნერვიულობ კეთინო შენ კიდევ ახო ის კამარი რომ მიეცი და ათხოვე არ უნდა გეკითხა სად მიდიოდა რა გეტყვით მაგრამ ლაშამ თამარ შენი სიყვარული დამაფიცა არავის არ უთხრაო ნუ ვითომ წამოგწდა ეხლა რა ვახო ხო
სამსახური შეიძლება დაიწყოს. ვაიმე! არა, წამოგწდა. ვაიმე, ვახო რა, ვახო. ესე იგი, ვაიმე. ნელა. მოკლედ, რაღაცა ესეთი დიდი ფირმა ყოფილა. უცხოური. ხო და შეიძლება უცხოეთში წავიდეს სამსახურის დასაწყებად. აბა? ვაიმე, აბა? ვაიმე. მე აქეძებენ პროფესიონალებს. ვაიმე, არ მჯერა, ხო და ესე ხა ბოლო შეხვედრაო, რაღაცა ფაქტურად ყველაფერი გადაწყვეტილიაო, მაგრამ ნუ მაინც ფორმალურად უნდა ვიდეთო, ხო, ესე. ვაიმე, ვახო, ხლა შენ არ იცი ხარ ას მეუბნები, იცი შენ ამას ვერ ნაცვალე, ჩემ ვახო ხლაც ვაიმე, ვახო როგორ გამახარე, როგორ დამაწყალე, როგორ დამამშვიდე, როგორ აი ადამიანს დამამსგავს. ვაიმე, ვახო სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებ, დავმუჭდი. ენა მაქვს, აი ენა მაქვს, არ ვიცი გაქჩიში. ვაიმე, ვაიმე, ჩემი ლაშიკო საზღვარგარეთ, ყოჩა, ხლაშა, აი ყოჩა. ნეტა რომელ ქვეყანაში? არა, ეგა არ უთქვამს ახლა ჩემთვის. ვაიმე, გამუნჯებული. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხარ? ვაიმე, გამარჯობა. ლაშ სად არის? თუ ეგეც დანარჩენი სტომატოლოგებთან ერთად იქ წავიდა დანიაში სამუშაოთ, ჰა? რაი მეორე? დანიაში სამუშაოთ მეთქი. ხო, რადიოში მოვისმინე, რომ ქართველი სტომატოლოგები მიდიან დანიაში სამუშაო და ვიხუმრე რა, იუმორი ხალხო რა არის, აღარ გესმით რა მოვიდა. ეგ არის. აი, ბახო. ეგ არის, ხო, ვიხუმრე. ვაიმე, ნამდვილად ეგ არის, ვაიმე, ჩემი ლაშიკო მიდის დანიაში სამუშაოდ. არავის არ უთხრა, ჯერ სანამ ბოლომდე არ გამოვა ეს საქმე. არავის ვაიმე რა ბედი. ყოჩა ხლაშა რასე ღირსა ტორონჯაძეების გვარი ვახო სანამ წავა ის კამარი გამოართვი. გინოცა კეთინო. დიდი მადლობა დაო. ისე თამარი რა უნდა გითხრა? ვითომ ხომ სუქანი და ზანტიო და ყოჩა ხლაშას ისია რა. ჩვენ ესეთი ქმრები გვყავს ღლონტებს, ახლა ჩემი ვახუნაც მიდის უნგრეთში და ფინეთში. მაგ მივდივარ? უნგრეთში და ფინეთში. ხო, მივდივარ, კი. არგი. და რატო მაინც დანია? დანია რატო? აი თვითონ სიტყვას დაუკვირდეთ დანია, ანუ დანია, დანტისტი. დანია, ზნელი საკვირტი. მომისმინეთ ახლა, ვახო პატა თავი მომისმინეთ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, როგორც ჩემა ლაშიკომ რაღაცა ესე სიურპრიზი მოგვიწყო და რაღაცა არ გვითხრა წინასწარ, ჩვენც რაღაცა სასწაული უნდა მოვუწყოთ. რაღაც ფანტასტიკური დღე უნდა მოვიფიქრე უკვე. აბა რა მოიფიქრე? აეროპორტში რო გავაცილებ, ხო ცეკვა საერთოდ ხო მე ხება ეს მოძრაობები რაღაცები, ხო? ხო და რამე ცეკვა უნდა დავდგა, მე ცეკვას დავდგავ რაღაცას და ლაშე რო წავა ამ ცეკვით ესე გავაცილებ რა. წარმოიდგინეთ ცეცხლოვანი პაატა იცეკვენს, ა როგორია ცეცხლოვანი პაატა? ხო და საერთოდ აღარ შემოვაშენი ლაშე უკან. იცეკვას ამასია. მოიცა ვახო მომისმინე შენ ახლა დირექტორი კაცი ხარ? კვალიფიციური დირექტორი. ხო, ჩემი სიძია და შენ იქ მარია აბა როგორ იქნება ხო და რაღაც უნდა მოიფიქრო ახლა შენ, აი ორიგინალური გაცილება უნდა მოვაწყოთ. აჰა, ორიგინალური გაცილება, კარგი. მიდი ვახუნა. ესე იგი თუ ორიგინალური გაცილება გვინდა? ხო. აბა ჩანთები მივატანინოთ აეროპორტში და აი ეგ არის რა. ხო, კარგი, რა მოგივიდა ახლა ყოჩა ვახო, როგორ შენი იმედი მქონდა ეს? არ გიხარია ჩემი ქმის ევროპაში. როგორ არ მიხარია? რას ლაპარაკობ, მე არ მიხარია. გიხარია? ხო და აბა ახლა წამოვფრინდეთ? აი, წავედით სახლში, გავშალოთ დიდი გრანდიოზული სუფრა. წავედით. უკაცრავად გამატარეთ დიდი ბოდიში ალბატონო, კარგად ხავით. თამარ, იფიქრე რა ის რაღაცა ჩა რა მე იფიქრე. ვახო არ არის ძივარი ცეკვა დამიჯერე. არ არის, მაგრამ ეხლა მაგის დრო არ იქნება. აჰა. ნახე? ეს რა მაგარი კედებია, ა? როგორ არ მახსოვდა ეს კედები რომ ქონდა რა? აი ახლა თუ გინდა ბუფონი ჩამიყენონ კაში რა. აი ნახდად გავიტანგო. საერთოდ უნდა დაუმიზნო კარგად. ასეთი მოჭრილი უნდა დავარტყა ესე რომ რობერტო კარლოს შეშურდეს, დელ პიერო გულზე გასკდეს და ბექჰემმა თამაში დაანებოს თავი. და ესე რას ვერჩიან ბექჰემს? ითამაშოს კაცო, უბრალოდ მაგრა დაიბოღოს რა. ზად ხართ ბატონოირე. კი, წავიდეთ? გამგეობიდან დარეკეს. ხო. დაო.
გახსნაძე პენალტი ხო უნდა დაარტყათ. მერე? ხო და აინტერესებთ რომელ კუთხეში დაარტყამთ რომ მეკარე საწინააღმდეგო კუთხეში გადახდეს. არ მჭირდება მე მაგათი ის რა ქვია შეთანხმება და რომელ კუთხეში გადახტეს და საით გადახტეს წინასწარ და მაგან დაღუპა ქართული ფეხბურთი. არ მაინტერესებს. მაინც გავიტან მე. გატანის გამო არ ვთქვამთ. აბა? უბრალოდ ეშინიათ მეკარეს არ მოარტყათ როგორც მაშინ. 12 წლის ბავშვი უნდა დააყენო კავშირი. ამდენს თუ ფიქრობენ და ამდენი გაცვლა თუ აქვთ. ის რა იყო, მაშინ დაფიქრათ. მაგდენი რომ მივედი, სად გავხსენით აღარ მახსოვს რომელ უბანში ის სტადიონი რომ გავხსენით, ვარკეთილში ხო, რა მნიშვნელობა აქვს და რო დავახვედრეს 24 ბავშვი და 24-ვეს მიუნხენის ბაიერნის ფორმა ეცვა. მაშინ რატო ვერ იფიქრეს ამდენი? მაშინ ქალაქის მერი უნდა მოსულიყო და იმიტომ. ქალაქის არა ეხა მე ბაიერნს კი არ ვერჩიათ. ბაიერნი კარგი ისეთი ქალაქი მიუნხენის გუნდია, კარგად შეკრული გუნდია. მე არ ვერჩი ნამდვილად მიუნხენის ბაიერს. ხო, ისა. მოკლედ ეხა მომისმინე რა. მე ხა წავალ. შენ უნდა გამაცილო. გასასვლელამდე უნდა გამაცილო, ნოდარმა არ დამინახოს, თორე მე მაგას ვერ მოვიშორებ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მერიკო შენ არ გესალმები უკვე გნახე. სად ნახე? სად და დაცვასთან ვითომ რო ვერ შემიმჩნიე და გაიარე, აი მაშინ. არა, ნოდარ, ალბათ მართლა ვერ დაგინდა. ალბათ. ბატონო ირაკლი, რატო მოვედი ახლა მე თქვენთან? შაბათ სანიკიძეს აქვს ბიჭის ქორწილი და არ უნდა რომ ვინმეს გაიგოს. ბევრი ხალხის დაპატიჟება უნდა და, მაგრამ არ გამოდის, ამიტომ თქვენც ვერ ვპატიჟებთ. არა უშავს, აგენერვიულოს სანიკიძემ დიდი მადლობა ნოდარ. ბატონო ირაკლი, რისი მადლობა არ აღწვენიათ. ცოტა ხანი თქვენთან მინდა რომ გავჩერდა, იმიტომ რომ ნინო ბუღალტერზე გაბრაზებული ვარ და არ მინდა შეხვდეს მაგის ნერვები არ მაქვს. ნოდარ, ჩვენ მივდივართ ახლა გვეჩქარება. ხო, გეჩქარებათ სტადიონი გაქვთ, ეთყობა გასახცელი. არ დაიღალეთ ხალხო, მე რამდენი სტადიონს ხსნით იმ უბანში. მეც მაგას არ ვამბობ, ნოდარ, იმდენი სტადიონი მაქვს გახსნილი უკვე იმ უბანში რომ ბავშვები რომ თამაშობენ ერთ სტადიონზე და ბურთი რომ გადაუვარდებათ მეორე სტადიონზე ეცემა იქ-იქ. ლაკაი იუმორი აქ დღეს არაფერი არ თქვა, ჩაგეთვალა. ბატონო ირაკლი, ესე იგი კარებში დღეს ალბათ ჩააყენებენ პოლიციის უფროსის შვილს. რო შეხედო იბაშ რაღაცა მუდოსავით არის დონდღლო, მაგრამ ნახტომი კარგი აქვს. კარებში მარჯვენა მაღალ კუთხეში დაურტყით, ცაციაა და ვერ აიღე. შენ საიდან იცი? მე რა არ ვიცი კაცო, მე რო გეუბნებით ყველაფერი ვიცი თქო არ გჯერათ ჩემი და. ახალი მოსული კი არა ვარ, ზოგიერთებივით. მომისმინე. ნოდარ, ყველაფერი თუ იცი. მომისმინე. ჩემი ცოლის ბიძაშვილი დათო ალექსიძე. დაი კარგად და ვერ პოულობთ. სად არის გითხარი რა? არა, ეხა გაქცეული ნათესავების სახში მობრუნება მე არ მეხერხება. მე მარტო ფაქტები. ვაიმე მერი. ვაიმე შენ რო იცოდე მე რა 11 მეტრიანი შევასრულე მე თვითონ გამიკვირდა ესეთი მე თვითონ თვალები დავაღე ეს რა ტექნიკა ეს რა შესრულება შენ არ იცი მე რა 11 მეტრიანი შევასრულე რა ჯერა ისეთი კეტები გაცვიათ რომ მოიწე მე შენ ხარ ფეხბურთში სუსტი იცოდე ეს და მე ვარ ძლიერი და დამიჯერე მე გეუბნები ეს იყო ძალიან მაგარი 11 მეტრიანი ეს იყო გაცილებით მეტი ვიდრე 11 მეტრიანი 12 მეტრიანი მერიკო, აიცოდე, შენს გამოგივა რაღაცა ოდესმე. ისე ასე აღფრთოვანებული იქნები და მეც მოვალ და ასე ჩაგიშხავებ ყველაფერს. დედა, რა მოგხსნიათ ბატონო ირაკლი, როგორ ვერ გაიტანეთ გოლი, კაცო, როგორ ააცდინეთ კარებს? შენ ვიგითხრა. დედა, ვინ არა ყველა მაგაზე ლაპარაკობს? აზი არა ხარ რა. აზი არა ხარ შენ, რაშუაშია კაცო. 11 მეტრიანის იდეოლოგია ის კი არა რომ გოლი გავიდეს. მთელი აზრი იმაშია რომ როგორ შეასრულებ ამას. როგორ შეასრულებ? მე ნოვატორულად შევასრულე. მოვჭერი ბურთი და ტექნიკა მქონდა ძალიან ლამაზი. დიახ. ალბათ. რატო მოვედი ახლა მე თქვენთან აქ ბატონო ირაკლი? თქვენ რო აქედან წახვედით, შევედი მე სპორტის განყოფილებაში, ჩემი ძმისშვილებისთვის ბურთები მიმაქვს ხოლმე ხანდახან. რო შევედი სპორტის განყოფილებაში, იქ გაირკვა მერიკო რო თურმე კოტაძის მეზობლის სიმამრი მუშაობს ყაზბეგში გამგებელად ეხლანდელ სტეფანწმინდაში. ხო და იმ კოტაძის სიმამრს უთქვამს თავისი მეზობლისათვის, რომ სტეფანწმინდაში, ანუ ეხლანდელ ყაზბეგში და ყოფილ ყაზბეგში და ეხლანდელ სტეფანწმინდაში ტარდება რაღაცა მასტერკლასები, სადაც მხატვრები და რა ქვია, მაგათ ფოტოგრაფები ჩაყავთ და უტარებენ რაღაცა გამოკვლევებს. ამიტომ გადაწყდა, გაირკვა, გადარეკეს, გადმორეკეს, დავადგინეთ საქმეში ჩაერთო კადრების ჩქარეულიც და იმან მითხრა, რომ თქვენი დათო იქ არის. ამიტომ არ ინერვიულოთ, იქ უბრალოდ ტელეფონი არ იჭერს და ვერ უკავშირდებიან. სულ ცოტა ხანში იქ რაღაცებს გადაიღებენ, მიჭღაბდიან თებს, გორებს დახატავენ და ჩამოგივა, დაგიბრუნდებათ თქვენი დათო.
როგორ რანაირად კაცო? რო გეუბნებით პირველი ვარ და ჩემსავით მაგ საქმეს ვერავინ აკეთებს, ხო არ გჯერათ. რაიმე, დიდი მადლობა, ნოდა, არც კი ვიცი ვით გადაგიხადო და ჩემზე იყოს შენი პატივისცემა. როგორ გეკადრება? ჩვენ შორის ასალაპარაკო პატივისცემა. მერიკო გესმის რანაირი კაცი ისე თუ მან და მაინც შოკოლადი მიყვარს ხანდახან. მოიც არ წახვიდე რა. რაღაც მინდა გთხოვ. ხო. ბებია ჩემს. ყავდა ძმა ანტონი. 42-ში წაიყვანეს ფრონტზე. მერე 43-ში იბრძოდა სტალინგრადთან. სტალინგრადი ხო იცი? კი, ეხლანდელისა რა ქვია, ვოლგოგრადი. ხო. აი იქ იბრძოდა და დაიკარგა. იმის მერე არავინ არ იცის სად არის და იქნებ კადრების ჩქარეულმა ან ნინო ბუღალტერმა რო ჩახვალ იკითხა იქ და ვიცოდეს ვინმე სად არის. მაგმაიმუნობას გირჩევნია თქვენ კარებში პენალტის დარტყმა ისწავლოთ და ის ქალბატონი ჩააკენოთ კარებში. პერვი ბელარუსკიზე იბრძოდა რა. კეთუ. მიდი. სვანური მარილი მოიტანე. არა, მე გამოვიტან ეფექტური რომ იყოს. არაფერი შედარგიშველის რა. არაფერი სუსტი ხარ რა. სუსტი კი არა. ახლა ირაკლი, მარიკამ რაო არ გამოვალო? ბავშვებს დაოძინებ და გამოვალ. თუ ეხლა სუფრა გავშენდე რაღაც. ერთი წუთი მაცა. რა მაინტერესებს იცი? არა, როდემდე არაპირებდა ერთი თქმას, რა დღეს დავრეკი აეროპორტში და თურმე დღეს ღამე არის დანიის რეისი და ესე იგი დღეს ღამე მიფრინავს, როგორ დამიმალა კარგი, რა მოგივიდა, რა დაგიმალა, რა მოგივიდა. გეტყო და აბა რა სიტყოდა, ხო, აბა ისე ხო არ წავიდოდა რა. არა, ხო მესმის რომ მეტყო და აბა რა, ცოლი ვარ და მეუღლე ვარ, მაგრამ ეხლა როდემდე უნდა დაემალა, ხო უნდა მწოდნოდა რა. ხო კიდე კარგი ყველაფერი გავამზადე, ჩაულაგე ყველაფერი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. 1000 რამე დაჭირდება ადამიანია და რა ვიცი. ირა. ნამყოფი ხარ შენ დანიაში? კი, დანიაში ვარ ნამყოფი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში რო ვიყავი, იქიდან წავედით სამუშაო ვიზიტით რა. სამუშაო ვიზიტი მქონდა და აქედან ჩავიტანეთ ქართულის ღმარტლის და უნაბის ნერგები. ხო, აი დავთესეთ ოდენსეში და გავახარეთ, გავაგიჟეთ დანია. ვა, კაი ქვეყანაა. დანია? თვითონ დანია? აი თვითონ. კი, თვითონ დანია ძალიან მაგარი ქვეყანაა. სისუფთავე, კაწკრიალებული, ლამაზი შენობები. იცი რა ქალები ყავთ? მართლა. აი მე ისეთი ქალები ყავთ. კისრიდან ეწყებათ თავი. თავი ეწყებათ აი ესე კისრიდან თავი აბა დაიწყება. აი მე ირაკლი, შენ ხო გიყვარს შოკოლადი? ხო და ჩემი ლაშიკო რომ იქნება დანიაში, გამოაგზავნეს ხოლმე და გაჭმევ შოკოლადი. კარგი შოკოლადი ბელგიაშია. ყველს გამოვაგზავნე. კეითინო ყველი ჰოლანდიაშია, მე ხო ვიყავი მანდ და ვიცი. აჰა, ხო და აბა დანიაში რა არის? შემოსულა ეხლა თურმე ქეთევან ღმარტლი და უნაბი. აი ეს კარგი. რა პრობლემაა გამოვაგზავნე? ვაიმე ლაშიკო. მოდი ჩემო. ნახდება? იქონა გამოვაგზავნე. მოდი ყოჩა შენ გენაცვალე ასე აბარა სულ წინ და წინ ლაშა აი ეგრე ჯიგარი ხარ რა მე მჯეროდა შენი ლაშა მჯეროდა მე შენი აი შენ რა ხდება? რა ხდება და შენი გაცილების სუფრა გავაკეთეთ. ხო გაცილებთ გაცილების? ხო. ანუ მივდივარ სადღაც, ხო? და მარტო მივდივარ? მარტო რატომ მიდიხარ, კაცო? მარტო რატომ მიდიხარ? აგერ მე დავახო გაგაცილებთ აეროპორტამდე. რა? აეროპორტამდე ხო გავაცილე? რა თქმა უნდა. აეროპორტამდე, ანუ მივფრინა. ხო. ხო, მაგრამ ევროპა, როდემდე უნდა იждე სახში, დაჯექი. ევროპაში მიფრინავ ესე. ის უკან ესე. იყოს რატო რა. კარგად შეგი ევროპაში. მომისმინე შენ. ესა პირდაპირ კოპენჰაგენში მიფრინავ თუ სხვა ქალაქში? დანიაში მიფრინავ. დანიაში მიფრინავ. არა, სხვა ქალაქში. სხვა ქალაქში, ნამყოფი ვარ მე მანდ. რომელში? არა, კოპენჰაგენში. ლაშ. აი მე არი ნერვიულოს ხარით რა არი ნერვიულო. არი ნერვიულო გეუბნები. მომენატრება ლაში. მოენატრები. მისმინე ახლა შენ არი ფიქრო? მე უკვე ყველაფერი გავამზადე, ჩავალაგე, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაც დაგჭირდება, მამაკაც ყველაფერი მზად გაქვს. ერთადერთი არ გატან ტყემალს და ჭადის ფქვილს. ხო, 2-3 დღეში გამოგიგზავნი. სულ მინდოდა თამრი ოცნებად მქონდა ქცეული, მივსულიყავი აეროპორტში და ტყემალი გამეტანებინა ვინმესთვის.
გადავწემოს და კარგი. შენ რასაკეთებთ ამრე? პლებს. ვაიმე, შენ შემოგიდე. მომის ერთი წუთი მეც დამალაპარაკე. შენ უნდა როდის მოდიხარ? რა ვიცი ირაკლი აბა ისიც არ ვიცოდი თუ მივდიოდი და ეხლა მოდი მაინც კარგად ამიხსენით ყველაფერი აბა უყურე დღეს რომ მითხარი ვიზა უცხოეთშიო სამსახურს ვიწყება შენ გონია ვერ გავიგებდი და რა რომ დანიაში მიგიწვიეს ყველაფრის დამალვა არ შეიძლება ლაშა მეგობრები ვართ ჩვენ და ეს ახლობლად კარგი მაგრამ ქეთევან მოდი რაღაც უნდა გითხრა ვაიმე რა მოხდა ვიცი ლაშიკო ვიცი რომ მოგენატრები ვიცი რომ ძალიან მეც ძალიან მომენატრები და ვიცი რომ ძალიან განჭი ხო იცი არა ვერ მალო მაგრამ მე ამ ყველაფერს ვეკიდები შეგნებულად შენ სამსახურს ჭირდება ეს და შენ როგორც ადამიანს და პიროვნებას გჭირდება ეს თორე მე რა ძალიან გამიჭირდება ეხლა სუფრას უნდა მივხედო მაცადე ლაშიკო ირაკლი შენ გთხოვ რაღაცას ეხლა კი კაცო კი რაც უნდა ამას თქვა და თხოვნა რაც უნდა თქვა მე ვიქნები თამარ და აბა ვინ იქნება როგორ ეკეთება ლაშა მოდი ნახე როგორი პეპლები გააკეთეთ შემადა მოდი შენ გეტყვი რა არა ლაშა არა მე არაფერი არ მინდა აგერ ქეთევანს და ბავშვებს ჩამოუტანეს საჩუქრები მე ისიც გამიხარდება რომ ჩამოხვალ არა დაჯეში მოდი დაჯეში მოდი რაიმე ლაშა ბევრი გვიკამათია ბევრი გვიჩხუბია მაგრამ ხო იცი როგორ მიყვარხარ ლაშა აი ჩემი კეთუჯას მე ოსტარს მოური ესე იგი ხა მე ვიტყვი ერთ ადგილზეოს რა აი რა არის ცხოვრება ჰა ლაშა რა არის ცხოვრება ნახე რა არის ცხოვრება რომ ჩემი ლაშა მიდის ევროპაში აქტოვებს ორ შვილს და სამ ცოლს რა ორ შვილს და ოჯახს აქ რო იქ იშრომოს და ეს ოჯახი აქ შეინახო დენაცვალე შენ გენაცვალე შემოსიცოცხლე როგორ მალე ოსტრი ჯერ არ არის კარგი მოდი დაჯექი შეჭამე რა ამიფი მე ამოურევ მე ვიცი რა როგორ მალე გადავწყვიტე და წამივდივარ ამ იმაში ევროპაში ფრთხილად მოიცი რამეთან მოდი ნელან ლაშიკო როგორც კი ჩახვალ და არეკე ხოლაშ კი დავრეკავ ქეთევან დავრეკავ მიდი შენ კარგი ნუ ნერვიულობ არა უშავს მიდი ვახოს და ირაკლის მიხედე მიხედავ ნაცვალები არიან ლაშა ძალიან მომენად კარგი მალე ჩამოვა შედია ხო კარგი ხო ლაშა კარგი ჩავქნა საწავიდია სად გავათერებ ამაღამ არა ნუ რაღაცას მოვიფიქრებ ამაღამ სადმე გავათენებ მაგრამ უსაჩუქროთ როგორ დავბრუნდე არიცი ოხლაშა ლაშა ვახო რა გალაპარაკე დამოსაგლეჯი გაკენა რა ვქნა ახლა უნდა მოვიფიქრო სად უნდა წავიდე და სად გავათენო ღამე მოიცადე ირაკლი თქვა რომ დათო წასულია და ამირანია მარტო სახშია ხო ამაში მაინც გამიმართო ლესე ჩემი დანია